სალამი ფეხბურთის მოყვარულებო. ევროპული ფეხბურთის გულისცემა უფრო და უფრო ძლიერდება, რადგან ჩემპიონთა ლიგა გადამწყვეტ ფაზაში შედის. მეოთხედფინალებმა დაძაბული ბრძოლები და დაუვიწყარი მომენტები გვაჩუქა. ახლა კი 4 გრანდიოზული გუნდი: ბარსელონა, არსენალი, ინტერი და პარი სენ-ჟერმენი ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. თითოეულმა გუნდმა მეოთხედფინალში საკუთარი ძალა და შესაძლებლობები გამოავლინა. ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის თასისთვის უფრო და უფრო ინტენსიური ხდება. მზად ხართ ერთად გადავხედოთ მეოთხედფინალურ მატჩებს და შევაფასოთ გუნდების შანსები ნახევარფინალში. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონება და კომენტარებში თქვენი აზრების გაზიარება. რემონტადა არ შედგა. რეალის საპასუხო თამაში არსენალთან 0-3 წაგების შემდეგ სარისკო გადაწყვეტილებების, სამწვრთნელო სითავხედის და შეუძლებლის რწმენის სიმბოლოდ უნდა ქცეულიყო. მაგრამ რეალის ამ ფორმაციას შეტევაში ფანტაზია არ იყო. საუკეთესო ინდიკატორად ტიბო კურტუას მატჩის შემდგომი ფრაზა გამოდგება. შესაძლოა უამრავ ჩაწოდებას ცოტა მეტი გუნდური ფეხბურთის თამაში სჯობდა. ანჩელოტიმ გუნდის სათამაშო სქემა ბურთით და უბურთოდ შეცვალა. პირველ თამაშში შეტევის მშენებლობის ფაზაში რეალი ზედმეტად ბევრ ფეხბურთელს რთავდა. ბერნაბეუზე კი ბურთის პროგრესირებაში მხოლოდ ცენტრალური მცველები და ნახევარმცველები მონაწილეობდნენ. ფლანგის მცველები კი შეტევაში აქტიურად ერთვებოდნენ. დაცვით ფაზაში პირველ თამაშში სამეფო კლუბი 4-4-2 სქემას ინარჩუნებდა და მაქსიმალურად ცდილობდა ცენტრის გადაკეთებას. მადრიდში კი შემტევი ოთხეულის საერთოდ ფორმაციის მიღმა იყო. რეალი თავს 6 მოთამაშით იცავდა, რომლებიც ცდილობდნენ 4+2 სტრუქტურას სწრაფად ჩამოეყალიბებინათ. სავარაუდოდ ანჩელოტიმ შეგნებულად გადაწყვიტა შემტევების მაღლა დატოვება და თამაშის გახსნა. იტალიელი მწვრთნელის გათვლით ისინი ენერგიას დაზოგავდნენ და გარდამავალ ეპიზოდებში მწვავე პოზიციებში იქნებოდნენ, მაგრამ ჩანაფიქრმა საერთოდ არ გაამართლა. შეტევაში მადრიდელთა უიმედობის სიმბოლო არის 43 ჩაწოდება. სეზონის აბსოლუტური რეკორდი, რომელიც მეორე მაჩვენებელს სელტასთან საათასო დაპირისპირებაში გაკეთებულ 28 კროსს მნიშვნელოვნად აღემატება. ჩაწოდებებზე აქცენტი არ არის პრობლემა, თუ მის უკან რაღაც იდეა დგას. რეალს იდეა არ ჰქონდა. 43 მცდელობიდან ადრესატამდე მხოლოდ 7 მივიდა. დარტყმა მხოლოდ 3 შემთხვევაში მოხერხდა. ყველაზე სახიფათო იყო ენდრიკის დარტყმა კომპენსირებულ დროში. ჯუდ ბელინგემმა სამეფო გუნდის ყველაზე სახიფათო მოთამაშემ ჩაწოდებებზე დარტყმა ერთხელაც ვერ მოახერხა. თითქოს რეალის შეხვედრაზე თავიდანვე უიმედოდ გამოვიდა. პირველ ტაიმში არსენალის კარებისკენ 0 დარტყმული ბურთი გუნდის ფიზიკური და მენტალური პრობლემების საუკეთესო მაჩვენებელია. ისევე როგორც გაბი მარტინელი, რომელიც მთელი თამაში არ გაჩერებულა, თუმცა ბოლო წუთზე შეცვლაზე შემოსულ ფრან გარსიას მაინც უპრობლემოდ გაასწრო. რეალის კომაგები ელოდნენ ცეცხლს, თუმცა იხილეს ილუზიების მგრევა. ილუზიების, რომ ემბლემა თავისთავად ჩაიდენს მაგიას, გერბი გაიტანს გოლს, ხოლო ჰიმნი შეცვლის მოთამაშეთა ხასიათს. მარკას ქავერზე გამოტანილი ფრაზა „სასწაულები არ ხდება, თუ არაფერს გააკეთებ“, ამას საუკეთესოდ აღწერს. 90 წუთი ბერნაბეუზე მართლაც დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ უკვე თავად მადრიდის რეალისთვის. ასტონ ვილა მეგასენსაციიდან ერთ ნაბიჯში იყო. პირველ თამაშში 1-3 წაგების და საპასუხო დაპირისპირებაში 0-2 ჩამორჩენის შემდეგ ინგლისელებმა ფრანგები კინაღამ დამატებით დროში შეათრიეს. საბოლოო ჯამში ასტონ ვილამ ერთ კონკრეტულ თამაშში დააკამბექა, მაგრამ ნახევარფინალში მაინც კვარას გუნდი გავიდა. დასაწყისი PSG-ს შთამბეჭდავი ჰქონდა. ფლანგის მცველებმა ნახევარ საათში 2 გოლი შექმნეს. პირველი გოლის ეპიზოდში მენდეშმა შეტევა ამოქოქა. ჰაკიმი კი ფლანგის მცველის ზურგს უკნიდან გაიხსნა, საჯარიმოში მეორე ტემპით შევარდა და გოლი გაიტანა. მეორე გოლზე მენდეში და ჰაკიმი ცენტრალურ დერეფნებში შეიჭრნენ. ჰაკიმი ზონა 14 ჰორიზონტალური დრიბლინგის ან პასისთვის გახსნა. ნუნუ კი დროულად შეჩერდა და ცენტრალურ მცველს მოშორდა. შედეგად ბურთის მისაღებად და დასარტყმელად საკმარისი დრო მიიღო. შემდეგ კი ასტონ ვილას კამბექიც დაიწყო. იური ტილემანსმა, ჯონ მაგგინმა და ეზრი კონსამ 25 წუთში 3 გოლი გაიტანეს და ლუის ენრიკეს გუნდს კატასტროფამდე 1 ნაბიჯი აშორებდა. დარჩენილ დროში PSG დონარუმამ გადაარჩინა, რომელმაც ტილემანსის და ასენსიოს დარტყმები მოიგერია. ამ პერიოდში PSG თავს საშინლად იცავდა და ეს თამაშის მთავარი ასპექტია. ლუის ენრიკეს გუნდი ჯამში 5-1 დაწინაურების შემდეგ მოდუნდა. თამაშის ერთ-ერთი სიმბოლო არის დონარუმა, რომელიც თანაგუნდელებს უღრიალებდა. ამავდროულად ტაქტიკურად გუნდი კომპაქტურობას ვერ ინარჩუნებდა. თავდამსხმელები ყოველთვის მაღლა რჩებოდნენ, მცველები ღრმა დაცვაში და ცენტრში იყო დიდი სივრცე. კონტრპრესინგი, ანუ პრესინგი ბურთის დაკარგვისთანავე საერთოდ არ მუშაობდა. ინდივიდუალურ დონეზეც PSG-ს ფეხბურთელებს სუსტი თამაში ჰქონდათ. მარკინიოს არ იყო სისხარტე დაცვაში და არადამაჯერებლად გამოიყურებოდა ბურთით თამაშის დროსაც. ნახევარმცველები ვერ ასწრებდნენ ასტონ ვილას სწრაფ კონტრშეტევებზე რეაგირებას. ნუნუ მენდეშიც სტაბილურად ცდებოდა.
უნაი ემერი კი იდეალურად იყენებდა პარიზელთა პრობლემებს. ფლანგის მცველები შეტევებში აქტიურად ერთვებოდნენ, ხოლო შემტევები თავს ცენტრალურ ზონაში იყრიდნენ და ხაზებს შორის რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ, სადაც კომპაქტურობის არარსებობის გამო ჯოჯოხეთი ხდებოდა. თუმცა უნაი ემერის გუნდმა მეტი გოლის გატანა ვერ მოახერხა. მარკუს რეშფორდის გასვლის შემდეგ კი სიმწოვე შეტევაში აშკარად დაკარგა. ამ პერიოდში დარტყმების შეფარდება 7-2-ზე იყო პარიზელთა სასარგებლოდ. ნებისმიერ შემთხვევაში ვილანები შექებას იმსახურებენ. ემერი მოახერხა და ძლიერი მეტოქე ჩვეული რიტმიდან ამოაგდო. იგი ქაოტურ, არასასურველ სცენარში შეათრია. ცოტამ თუ შეძლო PSG-ს წინააღმდეგ ამ სეზონში ამდენი მომენტის და ხიფათის შექმნა. ბარსელონა 2019 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველად გავიდა. კატალონიელებმა საქმე პირველივე თამაშში 4-0 მოგებით გადაწყვიტეს, მაგრამ ბორუსიამ წინააღმდეგობის გაწევის ძალები იპოვა და სახლში 3-1 გაიმარჯვა. დაპირისპირებაში უფრო მეტი ინტრიგა მივიღეთ, ვიდრე ველოდით. დორტმუნდი ბარსას თავიდანვე მიაწვა და უკვე მე-9 წუთზე პენალტის უფლება მოიპოვა. გერმანელები კატალონიელთა თამაშგარის მახეს საინტერესოდ ხსნიდნენ. პირველ რიგში სვენსონი მარცხენა ფლანგზე გარბოდა. კუნდე მის მოძრაობაზე რეაგირებდა, ხოლო სხვა მცველები ერთ ადგილზე რჩებოდნენ. გამომუშავებული პენალტის გარდა, ამავე მეთოდით ქარიმ ადეიემიმაც მიიღო სახიფათო მომენტი. მალე გროსმა მეორე გოლიც გაიტანა, თუმცა იგი თამაშგარის გამო გაუქმდა. პირველ 15 წუთში დარტყმების შეფარდება 4-0-ზე იყო ნიკო კოვაჩის გუნდის სასარგებლოდ. კატალონიელები პირველ ტაიმში საერთოდ არ გამოფხიზლებულან. მათ მხოლოდ 0.02 XG-ს დაგროვება მოახერხეს ბორუსიას 2.14-ის წინააღმდეგ. მეორე ტაიმიც გერმანელებმა აქტიურად დაიწყეს. შჩესნის ორმაგ სეივს კუთხური მოჰყვა, რომლის ჩაწოდების შემდეგაც გირასიმ დუბლი შეასრულა. 54 წუთზე კი დორტმუნდმა მესამე გოლი გაიტანა, თუმცა უკვე საკუთარ კარებში. ამავდროულად მოედანზე პედრის გამოჩენით ჰანსი ფლიკის გუნდმა ბურთის მოძრაობის ტემპი დაარეგულირა და თამაშით შედარებით დააწყნარა. თამაშის ბოლოს სერუ გირასიმ რონალდ არაუხოს შეცდომით ისარგებლა, ჰეტ-ტრიკი შეასრულა და შეხვედრაში ინტრიგა კვლავ დააბრუნა. თუმცა მეტის მოხერხება გერმანელებმა ვერ შეძლეს და 6 წლის შემდეგ ნახევარფინალში კატალონიური გრანდი დაბრუნდა. ინტერმა და ბაიერნმა საპასუხო თამაში ფრედ 2-2 დაასრულეს და ორი შეხვედრის ჯამში მომდევნო ეტაპზე მილანელები გავიდნენ. ორივე გოლი ინტერმა კუთხურების შემდეგ გაიტანა და სტანდარტებზე ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გუნდის სტატუსიც დაადასტურა. 58 წუთზე ლაუტარო მარტინესმა მოუგო ბრძოლა კიმიხს და ანგარიში გაათანაბრა. 61 წუთზე კი ბენჯამენ პავარმა მეკარის საჯარიმოდან გახვრიტა ურბიკი. ეპიზოდის დასაწყისში პავარის წინააღმდეგ კონრად ლაიმერი თამაშობდა, თუმცა ფრანგის მოძრაობის შემდეგ მის წინ კიმ მინ ჯე აღმოჩნდა. ბაიერნის შერეულმა დაცვამ, სადაც მაღალი ფეხბურთელები ზონას იცავენ, ხოლო დაბლები პერსონალურად თამაშობენ, არ იმუშავა. საპასუხოდ ბაიერნის შეტევაში ეფექტურად მუშაობდა მაიკლ ოლისეს პასები ფლანგიდან ნახევარფლანგურ ზონებში. ხშირად მათი ადრესატი კონრად ლაიმერი იყო. ფინალური შტურმის დროს, როდესაც მარჯვენა მცველად სერჟ გნაბრი დადგა, უკვე იგი იღებდა ოლისესგან იდეალურ გადაცემებს. თუმცა სხვა მექანიზმი მიუხენელებს არ აღმოაჩნდათ. სანამ ოლისე მარჯვენა ფლანგზე ინტერის დაცვას ხსნიდა, მარცხნივ ლეროი ზანე ბურთს ამუშავებდა და საბოლოოდ ვერ დაამუშავა. ინტერმა თავისი თამაშით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ტოპ ლიგების ყველაზე გამოცდილი და ცივსისხლიანი გუნდია. კომფორტულად თავს ინტერი ყველა რეჟიმში გრძნობს. თუ სიმპათიური, კომბინაციური ფეხბურთის ჩვენებაა საჭირო, ლაუტარო და ტურამი მზად არიან იდეალური კომბინაციები დახაზონ. თუ მეკარის საჯარიმოს ჩაბეტონებაა საჭირო, აჩერბი და ზომერი გააკეთებენ ამას. ყველა ნახევარმცველს შეუძლია როგორც ფიზიკურად ბრძოლა, ასევე ინტელექტუალური მოძრაობა და სივრცეების გახსნა. ინტერმა იცის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ეთამაშება გუნდებს, რომლებიც მათ ჯამური ინდივიდუალური ოსტატობით აღემატებიან და ერთადერთი რაც ამ შემთხვევაში დაეხმარებათ 90 წუთი მაქსიმალური კონცენტრაციაა. სიმონ ინძაგის გუნდი არ არის იდეალური, მაგრამ იგი ყველაფრისთვის არის მზად და ეს წარმოუდგენლად საშიშ მოწინააღმდეგედ აქცევს. იმედი მაქვს მოგეწონათ ჩვენი მიმოხილვა. ახლა კი თქვენი ჯერია. გამოიწერეთ არხი, თუ ჯერ არ გამოგიწერიათ და დატოვეთ კომენტარი თქვენი პროგნოზით. ვინ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში? სწორი პროგნოზის ავტორი კი მოხვდება ჩვენს მომდევნო ვიდეოში. მადლობა ყურებისთვის და წარმატებებით თქვენს ფავორიტ გუნდებს. ეს კი წინა ვიდეოს სწორი კომენტარის ავტორები.